ჩვენთან სტუმრად არის გელა კვაშილავა, დიდი მადლობა ბატონო გელა მობრძანებისთვის. მე უნდა წავიკითხო თქვენი რეგალია, იმიტომ რომ საკმაოდ გრძელი და საინტერესოა. ფონდ პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის დამფუძნებელი და გარდა ამისა, ინგლისური ორგანიზაცია აღმოსავლეთ ევროპის ალიანსი უსაფრთხო და მდგრადი ტრანსპორტისთვის კონსულტანტი. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მობრძანებისთვის და პირველი კითხვა ლოგიკურად იქნება თქვენი ორგანიზაცია, რომელიც უკვე წლებია მუშაობს საგზაო უსაფრთხოებაზე, ძირითადად რა საქმიანობა, ანუ ყოველდღიურად რა საქმიანობას ეწევით. დიდი მადლობა მოწვევისთვის, მინდა ახალი წელი მოგილოცოთ. მშვიდობიანი და უსაფრთხო მგზავრობა გისურვოთ. ჩვენი ორგანიზაცია 10 წლის წინ დაფუძნდა, მისი მთავარი მიზანი არის საგზაო უსაფრთხოების შესახებ ინფორმაციის მიწოდება საზოგადოებისთვის, ადვოკატირება ამ თემის, როგორც ხელისუფლებაში, ისე ბიზნესში, მედიაში, რათა ამ თემას მიექცეს სათანადო ყურადღება. ჩვენთან სამწუხაროდ ძალიან მაღალია სტატისტიკა გზებზე დაშავებულების და სიკვდილიანობის. მინდა ვთქვა, რომ ევროპის საშუალო მაჩვენებელზე 5-ჯერ მეტი ავარიები ხდება. აქვე ხაზი იმას მინდა გაუსვა, რომ ავტომანქანების რაოდენობა 5-ჯერ ნაკლებია. და ავარიები 5-ჯერ მეტი ხდება, რაც სამწუხაროდ მრავალი ოჯახის ტრაგედიის მიზეზი ხდება. ტრაგედიასთან ერთად უზარმაზარი ზარალია სახელმწიფოსთვის, ოჯახებისთვის, იმიტომ რომ უამრავ შემთხვევაში ისეთი ახალგაზრდა ადამიანები გვხვდება, რომლებიც არიან მობილური, რომლებიც არიან დასაქმებული, რომლებიც არიან ფაქტურად შემომტანი ოჯახის და მარჩენალი. ესე იგი, ეს არის სოციალური პრობლემა, ეს არის ჯანდაცვის პრობლემა უკვე და უნდა გახდეს ქვეყნისთვის ჯანდაცვის სფეროსთვის პრიორიტეტი. ბავშვების სიკვდილიანობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზიცაა და იმ სხვა საკითხებთან ერთად პრობლემებთან, რომელიც საქართველოს გააჩნია, უკვე ამ საკითხმა გადაიწია ძალიან პრიორიტეტულებში. არა მარტო ჩვენთან, ავარიები ყველგან ხდება. გადაადგილების პრობლემა უამრავ სხვა ქვეყანაშია, მაგრამ იქ ამ პრობლემაზე მუშაობს ყველაა ჩართული. აქ მარტო პოლიციას არ შეუძლია საქმე, აქ საუბარია განათლებაზე, აქ საუბარია პირველად დახმარებაზე, აქ თქვენ დღევანდელი გადაცემა არის ზებრაზე. პირველ რიგში ზებრაზე გადასვლის კულტურამ რომ ამაღლდეს, ამისთვის საჭიროა უფრო მეტი ზებრა იყოს ქალაქში. მე შემიძლია მარტივი მაგალითი მოგიყვანოთ და იმ სიუჟეტიდან ჩანს, სანაპიროზეა ეს გადაღებული. უცხოელი ტურისტია ადგილობრივი არის 8 თუ 5 კილომეტრი, სადაც სულ რამდენიმე გადასასვლელია. რუსთაველზე ეს საერთოდ არ არის. თქვენ ვერ დამისახელებთ ვერც ერთ ქალაქს ნორმალურ სოფლიოში, სადაც ისეთ ქალაქს, სადაც ცხოვრება არის სასიამოვნო, უსაფრთხო და კომფორტული, ქალაქის ცენტრში არ იყოს ქვეითად მოსიარულეების უსაფრთხო კუნძულები. ესეთი კუნძულები გაკეთდა, გამსახურდიაზე მუშაობს კარგად. ესეთივე უნდა გაკეთდეს ცენტრალურ ადგილებში, სადაც ვიწრო ქუჩებია. აქ არის პარკინგის პრობლემა, აქ არის ურბანული დაგეგმარების პრობლემა, აქ არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის სხვა ტრანსპორტთან, კერძო ტრანსპორტთან ინტეგრირების და მთავარი მიდგომა პრობლემა იმაშია, რომ ჩვენთან გზები კეთდება მარტო ავტომობილებისთვის, კერძო ავტომობილებისთვის და ეს იყო ესეთი მიდგომა არსებობდა 30-40 წლის წინ განვითარებულ ქვეყნებში და იქ რო შეხედეს ამან გამოიწვია მარტო ამ გზებმა გამოიწვია უფრო მეტი მანქანა. ესე უფრო მეტი მოძრაობა, უფრო მეტი სიჩქარე და უფრო მეტი ავარიები, სხვა პრობლემები, ჰაერის დაბინძურება და შეიცვალა ეს მიდგომა და თუ გზები კეთდება, თუ ტრანსპორტი ვითარდება, უფრო უნდა იყოს ინტეგრირებული და გათვალისწინებული ყველა მონაწილის უსაფრთხოება, უფლებები. უკვე გაერო ეს საკითხი აიტანა ისეთ სიმაღლეზე, რომ 10 წლეულიც გამოცხადდა ყველგან, სადაც მიზანი არის მარტივი, რომ თუ გაშენდება გზები, უნდა იყოს უსაფრთხო, უნდა იყოს კომფორტული ყველასთვის, არა მარტო მძღოლისთვის. ჩვენთან მიდგომა, როგორც ჩანს 30-40 წლის წინანდელი, ანუ როცა გზები მხოლოდ ავტომობილებისთვის იყო. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თქვათ რუსთაველზე, რომელზეც მე ბავშვობაში მახსოვს, იყო გადასასვლელები, ეს გადასასვლელები გაუქმდა. მიწისქვეშა გადასასვლელებით ჩანს. ეხლა არის ფაქტიურად მაგისტრალია შუა ქალაქში, მიწისქვეშა გადასასვლელები, რომლებიც რამდენადაც ხვდები, უკვე არცად აღარ არის მოხმარებაში,ერიდებიან ასეთი ტიპის ურბანულ დაგეგმარებას, გადაწყვეტას და შესაბამისად გამოდის, რომ ძალიან ძველმოდური, აბსოლუტურად მოურგებელი, არალოგიკური პრინციპით ცხოვრობთ დღეს საერთოდ მთელი. ხო, ესეთი მოდელიც არსებობს smart cities, სუფთა ჭკვიანი ქალაქების, სადაც ადამიანს გზა რა არის, თქვენი გადაცემას ქვია კომუნიკატორი, გზა არის კომუნიკაცია.
საზოგადოებრივი სივრცე, პარკი, ესაა იგივე კომუნიკაციის ადგილი და უკვე თანამედროვე ქალაქებში დაგეგმარება ისე ხდება, რომ ეს სივრცეები, რასაც ქვია ადამიანის ურთიერთობის, ხო, საზოგადოებრივი ტრანსპორტი იქნება, პარკები იქნება, რაც შეიძლება ქალაქ განსაკუთრებით ურბანულ ზონაზე ვსაუბრობ. ჩვენ ხო არ ვსაუბრობთ სამი ტიპის გზა არსებობს საქართველოში, ეს არის ჰაივეი, მაგისტრალი, მეორადი დანიშნულების გზა და ადგილობრივი დანიშნულების. ამ ადგილობრივი დანიშნულების ქალაქის შიგნით ეს გზა მაქსიმალურად კომფორტული უნდა იყოს. განსაკუთრებით ბავშვები ავიღოთ ახლა სკოლის წინ, როცა პარკინგის ზონაა მოწყობილი, ეს ყოველად დაუშვებელია. სკოლის წინ, სადაც სიჩქარეები შეზღუდვაზე კონტროლი უნდა იყოს მაქსიმალურად. სამწუხაროდ სიჩქარის კონტროლისთვის ყველა საშუალებები არსებობს, დღეს ტექნიკური საშუალებები ეს უგესია განვითარებული არსებობს რა და ეს ყველაფერი უნდა გამოვიყენოთ თუ არა და სავალალო შედეგებს მივიღებთ მარტო უნდა გაუსვა ხაზი უნდა აუნიშნო ახალი წლის დასაწყისიდან ორი რამდენი 10 დღე არაა გასული და იმდენი ადამიანი დაიღუპა საქართველოს გზებზე გუშინ გარდაიცვალა დღეს მოხდა ორი ადამიანი დაიღუპა 15 დაშავდა ერთი კვირის წინ ავტომანქანა დაეჯახა მატარებელს ეს ყველაფერი აზე მიუთითებს რომ გზები როცა შენდება უსაფრთხოების აუდიტი ელემენტარული რომ სადაც ყველას ექნება უსაფრთხოდ გადაადგილების საშუალება ეს უფლებაა უკვე არ არის განსაზღვრული და ამიტომ მარტივი რაღაცეების გაკეთებით და იმ არსებული თანხებით ბევრი საუბრობს რომ დიდი თანხები ჭირდება ეს მიდგომა არასწორი იმ თანხებითაც რაც გვაქვს შესაძლებელია ბევრი რამის სწრაფად მოგვარება. ბატონო გელა, თქვენი ერთ-ერთი წარმატებული პროექტი არის აი ეს ღვედების პროექტი. ვიცი რომ ერთ-ერთი ინიციატორი იყო თქვენი ორგანიზაცია და ფაქტობრივად ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტია, რომელზეც წინა ხელისუფლება ძალიან ამაყობდა, ჩვენც ძალიან მოგწონს ეს ყველაფერი და ფაქტობრივად იმ პერიოდში ვერც კი წარმოვიდგენდით როდესაც ამაზე საუბარი დავიწყეთ საერთოდ ღვედებზე, ვერც კი წარმოვიდგენდით, რომ ასე სწრაფად შეიძლებოდა ამ სიტუაციის გამოცვლა. ანუ ვისწავლეთ, მივხვდით, არ ვიცი ეს რა რის მეშვეობით, ჯარიმების მეშვეობით თუ რაღაცა მენტალიტეტის ძვრები მოხდა. აი დღეს კონკრეტულად რისი გაკეთება შეიძლება და სად არის აი ყველაზე პრიორიტეტული თემები რა არის დღეს, რაზეც აი დღესვე უნდა ვიმოქმედოთ. გეტყვით, ყველაზე პრიორიტეტული ზუსტად არის ეს ქვეითად მოსიარულეების უსაფრთხოება ქალაქში, სიჩქარის კონტროლი, რასაც ქვია ჩვენთან მაინც მაღალი სიჩქარეებია ქალაქში, მაქსიმალური დასაშვების სიჩქარე უნდა იყოს 40-50 ქალაქის შიგნით, არავით არის 60-70 ეს სანაპირო ზოლზეც ვრცელდება? დიახ, იქაც და განსაკუთრებით სკოლებთან 30 კმ/სთ. ამ კუთხით ეს ქალაქის ინფრასტრუქტურა შეიძლება იგივე უფრო მეტი ზებრები უნდა გაკეთდეს გადასასვლელები. აი იგივე სანაპიროზე იყო ზებრა გადასასვლელია, მაგრამ შუქნიშანი არ არის. ესე იგი ფაქტიურად ზღოლი არ აჩერებს. ჩვენ კვლევად ასეთი კვლევაც არსებობს, რომ სადღაც 80% მძღოლების არ უთმობს გზას. მე მინდა სხვა ქვეყნებშიც მუშაობ ჩვენ და გვაქვს იქაური გამოცდილებად 2-3 წლის წინ, 4 წლის წინ იგივე ვითარება იყო უკრაინაში, მოლდოვეთში, სომხეთში, რუსეთში შეიცვალა. იქ უკვე უთმობენ და რა მოხდა? ესე იგი ხელისუფლებამ, საზოგადოებამ ყველამ თქვა, რომ ეს არის პრობლემა, ამიტომ მნიშვნელოვანია ის ადამიანები, ვინც არღვევენ აქ ორივეზეა საუბარი მძღოლზეც, ქვეითზეც, უნდა დაჯარიმდნენ. მეორე, უფრო მეტი ზებრები უნდა გაკეთდეს და ამ ქალაქში უნდა იყოს რეალურად ინფრასტრუქტურა ისეთი, რომ ქვეითს არ უნდა უხდებოდეს გადაბენა, რა შეიძლება მეტი გადასასვლელები უნდა იყოს, იქ სადაც თავშეყრის ადგილებია. აი მინდა გავიხსენო აგერ ბახტრიონიდან როცა ჩამოდიხარ გაკეთა იქ კუნძულები უსაფრთხოების ძალიან კარგია მაგრამ რა აკლია ისევ ქვეითის მისასვლელი არ არის იპოდრომთან ესე იგი რა გამოდის რომ ესე იგი ვინც დაგეგმა და ეს გააკეთა იფიქრა მარტო მაინც მანქანებისთვის აი ეს მიდგომა უნდა შევცვალოთ ძალიან ზრთულია იქ გადასვლა ეს მიდგომა უნდა ჩვენ თუ ვაშენებთ ვაკეთებთ გზებს ეს ისე უნდა გავაკეთოთ რომ იქ ველოსიპედისტის უფლებებიც იყოს მაქსიმალურად უნდა დაცული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების უფლებები ბავშვების ისიც უნდა გავითვალისწინოთ იმიტომ რომ ეს ბავშვები იქ დადიან იქ ეხლა ეს არ არის მაგისტრალი ხო? კაი მაგისტრალზე ყველაზე ნაკლები ავარიები მაგისტრალზე ხდება იმიტომ რომ ყველაზე მეტი უსაფრთხოების თვალსაზრისით ინვესტიციები როცა გზა შენდება და აუდიტი იქ ტარდება მაგრამ ესეთივე აუდიტი აი როგორ მოხდა ინგლისში იგივე განვითარებად ქვეყნებში ამის შესვლა ახო არის სხვადასხვა რაიონის გამგეობა ჩვენთან მარტივი შემოთავაზება მაქვს ყველას ხო თავის გზაზეა პასუხისგებელი რა შენებს თუ გადააკეთებს ჩაიდოს მარტივი რაღაცა წინადადება რომ
ეს გზა იყოს უსაფრთხოებაზე შემოწმებული. უსაფრთხოებაზე შემოწმებული დღეს ეს არ მოწმდება. არ არის ესე უსაფრთხოებაზე ეს კანონით თავისი ინსტრუქცია უნდა ჩაიდოს. ინგლისში ეს კულტურა რევოლუცია მაშინ შეიცვალა. ბატონო გელაბა. პასუხისგებლობა არ აქვს არავის ამ გზაზე. თქვენ გააქვთ საშუალება რა კანონს ჩაიდოს? მარტივ კანონზე ადგილობრივი ხელისუფლება ხო არის? თვითმმართველობების შესახებ კანონს. ეს რამდენიმე შეცვლით იცის. ესე იგი, ანუ საკრებულოზეა საუბარი. კი, და რატომ? ეხლა უყურეთ ამის მერე ესეთი რაღაცი კანონის თუ ადგილების შემდეგ უკვე ის პასუხისგებელი იქნება, რომ თავის გზაზე ეს ინფრასტრუქტურა უსაფრთხოების თვალსაზრისით და იმ ყველა ელემენტის გათვალისწინებით შეამოწმოს ყოველწლიურად. ამან რევოლუცია მოახდინა ინგლისში. ფაქტურად რა გამოდიოდა, რომ ყოველი წლის ბოლოს ეკითხებოდნენ რამე რომ მოხდებოდა, უკვე კონკრეტულად ის ადგილობრივი ხელისუფლება იყო პასუხისგებელი. ჩვენთან ყველაფერი გონიათ პრობლემა ერთი ის არის, რომ ან საპატრულო პოლიციის ის გონიათ, ან მერიის და ეს არეულია და არა და მარტივად გავაკეთოთ ადგილობრივი ხელისუფლებას, ვისაც ეს ეკუთვნის ადგილობრივი გზები, სადაც მეტი ზებრაა გასაკეთებელი, რომ ყოველი წლის ბოლოს კონდეს რაღაცა მიზანი სიტყვაზე 10 ის ახალი ზებრა სიტყვაზე. გავაკეთე, ხო? აი ესეთი რაღაცები შეიძლება აი ამ პრობლემების მოგვარება და ეხა მერიაში შეიქმნა ჯგუფი, მიდის საუბარი კამპანიაზე, ამ კამპანიებთან ერთად საჭიროა ესეთი პრაქტიკული რაღაცეები. თქვენ დამეთანხმებით ალბათ. თუ უფრო მეტი ზებრა იქნება, თუ უფრო მეტი ესეთი ინფრასტრუქტურული პროექტები იქნება, რომელიც მოსახერხებელს უსაფრთხოს გახდის, ეს კულტურასაც შეცვლის. ჰოლანდიაში სპეციალურად რაქნეს ქალაქებში, მინდა გითხრათ. ქალაქებში იქ სადაც ნახეს რომ საგზაო მოძრაობის პრობლემა იყო, სპეციალური გზა კი არ გააფართოვეს მანქანებისთვის, ისედნაირად გააკეთეს რაუნდბოტები, წრეები გააკეთეს, სადაც გინდა არ გინდა როცა უახლოვდები, უნდა შეანელო, უნდა დაუთმო. ინფრასტრუქტურა უნდა მიდიოდეს პარალელურად კამპანიის. აი თქვენ ეხლა დღეს ანუ საუბარი იმის შესახებ, რომ თბილისში იმაზე მეტი მანქანაა, ვიდრე ქუჩებს მათი ატანა შეუძლიათ, არ ზედაპირულია და ანუ დაგეგმარება არასწორი. დიახ, და არ არის ჩვენთან ჯერ ანუ მე როგორც ხვდები კონტროლის მექანიზმი ჩვენ შეიძლება იმ მახეში მოხდეთ, რომ რაც 90-იან წლებში დიდმა სხვა ქალაქებმა მსოფლიოში გაიარეს. მათ ეგონათ რომ უფრო მეტ გზას გავაკეთებდით, თუ ააშენებდნენ უფრო მეტ ფლაიერებს და დასასრულებს მოგვარდებოდა ქალაქში პრობლემები. ვერა, პირიქით, გზა სადაც თუ ჩვენ გეგმავთ მარტო ინფრასტრუქტურისთვის და მანქანებისთვის, ინფრასტრუქტურას და მანქანებს ვიღებთ. თუ ჩვენ გეგმავთ ხალხისთვის, სივრცეისთვის, მაშინ ამას ვიღებთ. აქ ყველაფერი არის აი პირველ რიგში დაგეგმარება, მეორე არის საზოგადო მარტივი ფაქტი მინდა მოგიყვანოს, სადღაც 10 ადამიანიდან 3 სარგებლობს თავკერძო მანქანით. 7 ძირითადად 80% 90 გადაადგილდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი და მაინც რამხელა პრობლემებია, ხედავ? მაგრამ საზოგადოებრივი ტრანსპორტიც არც ისე გამართული, ანუ როცა გეჩქარება, მე მაგალითად ტაქსს ვიყენებ მაშინ, როცა ან ბავშვთან ერთად გადავადგილდები, იმიტომ რომ ადგილის პრობლემა იქ მიწევს ფეხზე დგომა ან ასე შემდეგ, ან როცა მეჩქარება, ანუ მოუხერხებელია, როცა არსად არ მეჩქარება და მარტო მაშინ ვსარგებლობ. იგივეს უფრო მეტი საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა იყოს და ეს უნდა იყოს ინტეგრირებული, თუ დავაკვირდები ჩვენთან. მეტროთი როცა გადაადგილდები, რო გამოდიხარ სიტყვაზე თავისუფლებიდან როგორ გადახვიდე, ვერ მიხვდები? კი, ნამდვილად. ვერ მიხვდები. აი, ხო, ძალიან ქვემოთ უნდა ჩახვიდე, ეს ინტეგრირება, არა და არსებობს თურმე. და სხვა, ანუ ეს ავტობუსების ტრანსპორტირებაც არ არის ინტეგრირებული, ანუ სინქრონიზაცია არ არის, როცა ამოდიხარ, ფაქტიურად ეგრევე უნდა დაგხვდეს ავტობუსი. და ეს სინქრონიზაცია თქვენი ეხა ეს არსებობს ეს პარკინგების პრობლემა არისო. იქ სადაც ვიწრო ქუჩებია ძველუბანში. იქ ვინ ცხოვრობს, იმის გარდა პარკინგის უფლება არ უნდა ჰქონდეს. ეს არაფერი გამოგონება არ არის აქ. იმიტომ წარმოიდგინეთ ვიწრო ქუჩაა და ორივე მხარეს მანქანა რო დადგება, ჯერ ქვეითზე ხო არა საუბარი, ვერავინ ვერ გაივლის. და ჩვენ არა ვარ ჯერ იმ პიკზე რომ ownership-ი, რასაც ქვია, ფლობელობა მანქანების რაღაც მაღალი ქონდეს, მაგრამ ამ გზით მივდივართ. ყველა ქვეყანა მიდის, იმიტომ როცა ეკონომიკურად ვითარდები, უფრო მეტი მანქანა და ამიტომ ჩვენ ტრანსპორტირება, გადაადგილება კომუნიკაცია A პუნქტიდან B-ში, ხო? ესე იგი ისეთი ფრეიმი, ჩარჯო უნდა შექმნას, თავრობა მე მქონდეს არჩევანი თქვენ რასაც ამბობთ, საზოგადოებრივი ტრანსპორტი თუ ეხა არ გადავაადგილდები 50-100 კილომეტრში,
ვისარგებლო საზოგადოებრივი ტრანსპორტით და თუ სხვა მანქანებით ვისარგებლებ ჯიპებით თუ რაღაცით, უფრო მეტი უნდა გადავიხადო. ესეა ეს. ისევ ფეხით მოსიარულეებს რო დაუბრუნდეთ და ზებრას, ანუ ვინაიდან ეს ღვედის შემთხვევა იყო წარმატებული და დღეს უკვე ძალიან ბევრი ხმარობს ღვედს პრინციპში ყველა, იმიტომ რომ ამაზე არის ჯარიმა, ხო? ხო არ ფიქრობთ, რომ ზებრაზეც საკანონმდებლო დონეზეა ეს გასახილი და ხო არ მუშაობთ ამაზე? ანუ იგივე ტროტუარზე მანქანის გაჩერება ჩვენ ბოლოს 3 დღე ამაზე ვსაუბრობთ, რომ ადამიანები აყენებენ მანქანას ტროტუარზე, მაგრამ რეალურად არ, ანუ ვიცით რომ ეს კანონდარღვევა, ალბათ პოლიციამაც იცის, city park-მაც იცის, თავს იკავებს, პერიოდულად პოლიცია იკავებს თავს და მე ისეთ შეგრძნება მაქვს, რომ ეს გარკვეულწილად პოლიტიკასთან არის დაკავშირებული, რაღაცა პოპულისტური ნაბიჯია, რომ ნაკლებად ისჯება ეს ადამიანები. მასვისაც დიდი ჯიპი ყავს, ხო? მაგრამ ამით უფრო მეტი ზიანი ადგება საზოგადოებას, უფრო მეტი დისკომფორტი. ერთი რაღაცა მინდა გითხრათ ველოსიპედების თემაზე, მაგრამ ყოველთვის მაინტერესებს. ეხლა რომ ვიკითხოთ, საქართველოსიო ველოსიპედებიო, როგორო რაო და მე ჩვენ ვკითხეთ 10-დან 8-ს უნდა ველოსიპედით გადაადგილდეს ელემენტარული ინფრასტრუქტურა რო იყოს. მე კი ხო არ ვამბობ ეხლა მაღალ მთებში გაკეთდეს მე. რამდენად რეალისტური გქონია? რეალისტურია, ჩვენთან კიდევ არის გზები იმდენად ფართო, რამდენიმე ადგილ უბნებს შორის კომუნიკაცია შეიძლება ტრამვაის სისტემაც იყოს იაფიანი, რომელიც მაგალითი მინდა მოვიყვანო ის რაოდენობა, რასაც სიტყვაზე 2000 მანქანა იტევს, იგივე რაოდენობა შეიძლება ტრამვაი აჯერ მეტი გადაიყვანოს საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა. ესე იგი ჩვენ აქცენტი უნდა გავაკეთოთ რაზე? ინფრასტრუქტურის ისე მოწყობაზე, რომ მოსახერხებელი და უფრო მეტი იყოს გადაადგილებისთვის ფეხით, ველოსიპედით საზოგადოება. ამაში ვინ უნდა ჩაერთოს? ანუ სპეციალისტი ვინ არის ამისი? ადრე არ იყო ამის გამოცდილება, ინფორმაცია. დღეს უკვე არსებობს ჩვენ აი შექმნილი გვაქვს როგორი ჩვენ სხვა ორგანიზაცია არსებობს, უბრალოდ ამას უნდა ცოტა გამბედაობა, ლიდერშიპი რა არის რომ ჩვენ ისეთი ნაბიჯები უნდა გადავდგათ, თან საზოგადოება მზად არის, უკვე არავის არ შეუძლია პარკინგის პრობლემისგან დაბინძურება იზრდება, ყველას უნდა რაღაცა გააკეთოთ. მე მგონი უკვე მომწიფებულია სიტუაცია, რომ ნაბიჯები თუ გადაედგმება იმ მიმართულებით, რომ არა მარტო ავტომანქანის მძღოლებზე და კერძო ავტომანქანებზე იქნება, არამედ სხვა გზის მომხმარებლებზეც იქნება გათვალისწინებული. ამას საზოგადოება მიესალმება, დარწმუნებული ვარ. დარწმუნებული ვარ მეც. ბატონგელა ძალიან დიდი მადლობა. ჩვენ ოდნავ გადავაჭარბეთ დროს, მაგრამ ძალიან საინტერესო იყო თქვენთან საუბარი და ჩვენ აუცილებლად თქვენ მულებს გამოვაქვეყნებთ ჩვენს Facebook-ზე. დიდი მადლობა. უღრმესი მადლობა.